დილა თბილისში ერთი შეხედვით მშვიდად დაიწყო. თუმცა ჩემში იმ დღეს სულ სხვაგარი მოლოდინი ჰქონდა. თითქოს იმ გზაზე მივდიოდი, რომელიც საქართველოს ფესვებთან მიმდინარეობს. ველოსიპედის ძეგლთან შევიკრიბეთ არა უბრალოდ მოგზაურობისთვის, არამედ იმ გზის დასაწყებად, რომელიც საქართველოს ისტორიის უმძიმეს ფურცლებზე გადის. გავემართეთ დაუკლარჯეთისკენ, იქ, სადაც ქართული სული საუკუნეთა განმავლობაში ბრძოლით, რწმენითა და სიტყვებით ცხოვრობდა. ეს არ იყო ფიზიკური სულა, ეს იყო სულიერი დაბრუნება ჩვენს ისტორიულ წარსულთან. შავშეთიდან ტბეთისკენ ვემგზავრებით. ეს გზა ფერდობებსა და ქედებს შორის გამავალ მარშრუტს მიჰყვება. მიგვიყვანს იქ, სადაც საუკუნეების წინ ქართველმა ბერებმა დაადგეს ფეხი და საფუძველი ჩაუყარეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამონასტრო ცენტრს დაუკლარჯეთის ისტორიაში, სახელად ტბეთს. ტბეთი დაუკლარჯეთის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი სამონასტრო ცენტრია, რომელიც გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებმა მე-9 საუკუნეში დაარსეს. გადმოცემით, სწორედ გრიგოლმა აირჩია ტბეთის ადგილი, როგორც სულიერი განათლებისა და ლოცვის ტაძარი, ხოლო მისი მოწაფე გიორგი ტბეთელი აქ დამკვიდრდა, დააარსა სკიტი და დაიწყო მწიგნობრული საქმიანობა. ტბეთი მალე იქცა საეკლესიო და კულტურულ ცენტრად, სადაც მოღვაწეობდნენ მწიგნობრები, მელექსეები, ხატმწერები და მონაზვნები. ტაძრის არქიტექტურა მტკიცე, სადა და სიმეტრიული, შერწყმულია ღრმა სულიერებასა და ტაოსთვის დამახასიათებელ სიზუსტესთან. ეს კედლები ახსოვთ ვეფხისტყაოსნის გადამწერებს. ეს ქვები მოუთმენლად ინახავდნენ ყოვლადწმინდის ხატებსა და ლოცვებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში აფარებდნენ თავს ამ წმინდა ადგილს. ტბეთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ეროვნული თვითყოფადობისთვის, რადგან აქ მონასტრის ჩრდილში ყალიბდებოდა ქართული მართლმადებლური იდენტობა დასავლეთიდან წინა აზიისკენ გაწოლილ გზაჯვარედინზე. მონასტრის ბედი მუდამ არ ყოფილა მშვიდი. მე-16 საუკუნიდან მოყოლებული მრავალჯერ განადგურდა, გადაიწვა, დაიპყრეს, მაგრამ მისი შენობა, ნაგებობები, სული გადარჩა. დღესაც როცა ტბეთს უახლოვდებით, გრძნობ თითქოს ადგილი გიცნობს, შენში რაღაც უძველეს ეხება და სწორედ აქ, ამ სიჩუმეში გრძნობ, რომ საქართველო მხოლოდ გეოგრაფია კი არ არის, არამედ ეს არის სივრცე, სადაც მეხსიერებას რწმენა იცავს. პირველი ტაძარი აქ მე-10 საუკუნეში ერისთავთერისთავი აშოტ კუხის მიერ აიგო. მანვე დანიშნა ტბეთის პირველი ეპისკოპოსი სტეფანე მტბევარი. მე-11 საუკუნეში ეპისკოპოსმა საბა მტბევარმა ააგო ციხესიმაგრე და დაიცვა მხარე ბიზანტიური აგრესიისგან. მას შემდეგ სამეფო ხელისუფლებამ ტბევარ ეპისკოპოსს საერე ხელისუფლებაც, შავშეთის ერისთავობაც უბოცა. ტბეთის ტაძარი წარმოადგენს არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ძეგლს, რომელიც კლასიკური ტაოური ტიპის ხერხემალს ეკუთვნის. გეგმით ის წაგრძელებული ჯვარია, რომელსაც 3 აფსიდი ამშვენებს, განსაკუთრებით საგულისხმოა მისი მაღალი ცილინდრული თხელი თაღი და კონუსური გუმბათი, სიმეტრიულად შერწყმული ფასადების ლაკონურობასთან. ტაძრის აღმოსავლეთის ფასადი თვალსაჩინოდ გამოხატავს დაუკლარჯეთის სკოლის არქიტექტურულ ესთეტიკას, სადა მტკიცე და კომპოზიციურად მკაფიო აგებულების. ტბეთი მორთულია ტრადიციული ტაოური თარაზული სარკმლებით, გეომეტრიულად ამოკვეთილი ლავგარდებითა და ცალკეული დეკორატიული ორნამენტებით, რომლებიც ახლოს დგას ხანძთისა და ობეზის ხატოვან ტრადიციებთან. ტბეთი დავტოვეთ. გზა კვლავ რთულია, მკაცრი, ქვიანი და ცარიელი. ეს ტაოა, დროისა და ქვით სამეფო. თითქოს ბუნებამ თავად აირჩია წარსულის გადმოცემის მისია და არქივად იქცა, აქ ყოველ კლდეს თავისი მეხსიერება აქვს. გარშემო ლანდშაფტი გაშიშვლებულია. არაფერია ხელოვნური, მხოლოდ შიშველი კლდეები, დაბურული ღრმული და ჩრდილოეთიდან მომავალი ქარი. და მაინც, ამ უდაბურ სივრცეში იგრძნობა საოცარი სულიერება, თითქოს რაღაც მოგველოდა წინ. ეს კი ალბათ ხანძთა, იმ ადგილისკენ მივდივართ, სადაც ქართული ბერმონაზნობა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სულიერ ბურჯად იყო აღმართული.
გზას თითქოს საკუთარი თავის შესაძლებლად მივყავართ. მოვედით ხანძთაში. აზილება? რაღაც 100 მეტრია გასავლელი ფეხით. ეხლა 100 მეტრია გასავლელი ფეხით, ეს არის ურთულესი მონაკვეთი ხალხო, აი პირდაპირ საშიშროება გვემუქრება, მაგრამ ახლა მე ვიმყოფები უსაფრთხოების კუნძულზე. დიახ, მიცავს ჩემი უახლოესი მეგობარი ლალიკო და თქვენ ახლა ადევნებთ ყველაზე ექსტრემალურ მოგზაურობას თვალს. აწიშალვა წაუძღვება რეპორტაჟზე. გზა გორაკისკენ მიდის. თითოეული ნაბიჯი გვაშორებს თანამედროვეობას და გვაყენებს მყუდრო სიჩუმის წიაღში. აღმერთი თითქოს განზრახ გვიწევს წინააღმდეგობას, თითქოს გვაცდის. ვიმსახურებთ თუ არა ხანძთის კედლებამდე ასვლას. ხანძთა ციხესიმაგრესავით იდგა საუკუნეების განმავლობაში, არა მარტო ქვით, არამედ რწმენით აგებული. ამ გორაკს მე-19 საუკუნეებში გრიგოლ ხანძთელი და მისი მოწაფეები გაუყვნენ, რათა აქ აეშენებინათ ქართული მონასტრული ცხოვრების ახალი ცენტრი. სწორედ ამ კლდოვან ერთგულებაში განიმტკიცა ტაო-კლარჯეთის სულიერი ხერხემალი გრიგოლ ხანძთელმა. ტაძრის წინ თეთრი თუთა დამხვდა. გადავწყვიტე ავსულიყავი და დამეგემოვნებინა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ ჩამოვარდები. ნახოთ. როგორია? კახურ გემოს თუ გამიღვიძებს. ლალიკო თუ ჩამოვარდი, ხო გადამარჩენ. აბა, ხანძთური თუთა. აქ ამ სიწყნარეში დრო თითქოს ცოტათი ნელდება. ყველაფერი ცოცხალია, ქვის კედლებით, ხის ჭრილიც და ამ ადგილიდან წამოსული მეხსიერებაც. ეს აღარ არის მხოლოდ მონასტერი, ეს არის ადგილი, სადაც წარსული ისე ახლოა, თითქოს შენს გვერდით დგას. ბინგო. აჰა. მოვედით. უფ, რა კარგია. ხანძთის სამრეკლო ჯერ კიდევ დგას, პარად, როგორც დროის მაუწყებელი. ის არ არის მაღალი, არც ხმაურიანი, მაგრამ თითოეული მისი აგური თითქოს ეძახის იმ დროში მყოფ ბერებს, რომლებმაც სიჩუმეში ააგეს დროის წონასწორობა. შეგრძნება მაქვს, რომ თუ დააყურადებ, ძველის ზარის ხმასაც მოისმენ, როცა ლოცვის ჟამი დგებოდა. შიგნით შესვლა თითქოს სხვა სივრცეში გადასვლას გავს. ქვის სუნი, სიჩუმე და ნახევრად მინათებული კედლები. აქ სიტყვებს აზრი ეკარგება, თუნდაც ყველაზე მნიშვნელოვანს. ეს არის ადგილი, სადაც ფიქრი, აზროვნება გავიწყდება. აქ წიგნები კითხულობდნენ სანთლის შუქზე. აქ ლოცვა ერწყმოდა ყოველდღიურ შრომას. აქ ბერები წერდნენ ქართულ ისტორიას, თარგმნიდნენ წმინდა წერილებს, განათლებას ანთებდნენ და რწმენას ამაგრებდნენ. გრძნობა გაქვს თითქოს შენ წამძრის ნაწილი ხდები. მყარი ქვის, ბილი სინათლის და საუკუნეებით დაგროვილი სიჩუმის. ეს მონასტერი თავიდან გრიგოლ ხანძთელმა ხისგან ააგო. შემდეგ აშოტ კუხმა დიდი სახსრები გამოუყო და უკვე ასეთი სახე შესწინა. მშენებლობა საბოლოოდ დაასრულა ერისთავ-თერისთავმა გურგენ მეოთხემ დაახლოებით 951 წლისთვის. ხანძთამ საბოლოოდ სახე სწორედ ამ წლებში მიიღო. აქ მოღვაწეობდნენ არსენ პირველი, ეფრემ მაწყვერელი, მაკარი ლეთელი, მათ შორის გიორგი მერჩულე, მოსე ხანძთელი, სტეფანე და სხვა. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქ იმყოფებოდა დიმიტრი ერმაკოვი, რომელმაც ხანძთის მონასტრიდან წამოიღო ეპიგრაფიკული წარწერიანი ქვა, რომელიც შემდგომ კავკასიის მუზეუმს გადასცა. ამ ტაძრიდან გამოსვლა არ გავს უბრალო წასვლას, თითქოს რაღაცა გრჩება. არა როგორც მოგონება, არა როგორც ხმა, ხანძთა არ არის მხოლოდ ადგილი. ეს არის გზა, რომელიც მიგიყვანს საკუთარ თავამდე.
დავემშვიდობეთ ხანძთას და დოლისყანისკენ დავიძარით. გზა მთის ფერდობებზე გადის, ნელ-ნელა მაყდება და ხედები სულ უფრო შთამბეჭ დავიხდება. კლდოვანი ლანდშაფტი და ღია ცისფერი ჰორიზონტი თითქოს სხვა სივრცეში გადაგვიყვანს. აქ ყოველი მოსახვევი თითქოს რაღაცას გიყვება. უხმოდ, მაგრამ გასაგებად. წინ დოლისყანის ტაძარია, რომელიც მდებარეობს მთის კიდეზე, თითქოს ჩამოხურებს მთელ ხეობას. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ამ ადგილს საუკუნეები არაფერს აკლებდნენ, არც სიჩუმეს და არც სიმტკიცეს. ასე ნელ-ნელა უჩუმრად მივდივარ დოლისყანის ტაძართან. მთავარ კარებთან ვჩერდები რამდენიმე ძამით. თითქოს თვითონ ტაძარიც გთხოვს, რომ შიგნით შესვლამდე გაჩერდე. შიგნით ნაბიჯს რომ დადგამ სივრცე მთლიანად იცვლება. დაბნელებული ინტერიერი, მაღალი კამარები და სიჩუმე, რომელიც სიტყვებზე უფრო ძლიერია. ახლა უკვე შიგნით ვარ და კამერას ვატრიალებ. თვალს უმალვე მხდება, რამდენად დიდია ეს სივრცე, თითქოს კედლები არა მხოლოდ არქიტექტურას, არამედ ხმასაც ინახავენ. მოულოდნელად მოლას გალობის ხმა გაისმის. შორიდან მოდის, მაგრამ ისე ეხმიანება ამ ტაძარს გეგონება თავად კედლები გალობენ. ხმამ დაგფარა, შიგნიდან და გარედან თითქოს დრო გაჩერდა. გალობის ფონზე კიდევ ერთხელ ვაცნობიერებ, რამდენად გამიჯნულია რეალობა და ეს ადგილი, რამდენად განსაკუთრებულია თვითონ ეს კუთხე. ტაძრის კედლები ნაწილობრივ დანგრეულია, მაგრამ რასაც ინახავენ, ის მთლიანად შენარჩუნებულია. აქ სიწმინდე და მიტოვებულობა ერთმანეთშია შერწყმული და ეს განწყობა გულზეა გამოსახული. ჩემს უკან ხედავთ დოლისყანის ეკლესიას, ეს არის მე-10 საუკუნის ეკლესია, რომელიც ის თაოსნობით აშენდა ეს ტაძარი. არქიტექტორი იყო გაბრიელი, რომელმაც ეს ტაძარი ააშენა და მე-14 საუკუნემდე მონასტერის ფუნქცია ჰქონდა, თუმცა მე-16 საუკუნეში უკვე გადაკეთდა მეჩეთად და მე-19 საუკუნის საერთო საბოლოო რესტავრაციის შემდეგ აი ასეთი სახე მიიღო, რასაც ახლა ჩემს უკან ხედავთ. ამ ეკლესიიდან, როგორც კი ჩავალთ ცოტა ქვემოთ, იშლება ულამაზესი ხედი. აქვე გვერდით არის მეჩეთი. დღეს ასე გამოიყურება დოლისყანის ტაძარი, მიდგმული ნაგვისურნებით, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დგას და დგას. დოლისყანის ტერიტორიაზე 826 წელს სწორედ აშოტ კურაპალატი მოულოდნელად მოკლეს. ეს ტაძარი 4 ქართული ტაძრიდან, სამთავისი, სვეტიცხოვლისა და ხონიდან ერთ-ერთია, სადაც არაბული ფრესკები გვხვდება. თუმცა ერთი ნათელი მაგალითი არის იმისა, რომ არაბული და ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ერთმანეთს ძილობს რომ შეერწყას, მაგრამ არ გამოსდის. დოლისყანა ზურგს უკან რჩება და თითქოს გული მწყდება, ასე მიტოვებული რომ ტოვებ, თვითონაც მიტოვებულს. ქარებმა და წვიმებმა წლები წაართვეს, მაგრამ ღირსება ვერა. ის ჯერ კიდევ დგას, მთის კიდეზე გადმოკიდებული, ერთდროულად ძლიერიც და მტირალიც. თითქოს ითხოვს რომ კიდევ ახსოვდეთ. გვირაბში შევდივართ, შიგნით სიბნელეა, თითქოს დროის მახეში ვარდები, სადაც აღარაფერი იცვლება. კლდოვან კედლებს ძველი ამბები ჩამოსდიან ჩუმად და უსიტყვოდ. ფეხის ხმა აგერ ერთი წუთითაც კი არ არის მარტო, თითქოს რაღაც უხილავთან ერთად მივდივარ. დოლისყანა იქ დარჩა, როგორც თხოვნა, როგორც ხმის დამწევი ლოცვა, რომელიც მთებში დაიკარგა და მე გავდივარ. გვირაბს თითქოს სინანულით, თითქოს შიშით, რომ თითქოს მისნაირი ტაძარი კიდევ ბევრჯერ დაიკარგება ჩვენგან. და აი ამ სიარულში სადღაც შორს გამოჩნდება 4-თა მონასტერი, რომელიც თითქოს არანაირ დროს აღარ ეკუთვნის. მე ნელ-ნელა უახლოვდები და აქ მთელი მოლოდინი არის ხმაურით, სიღრმით სავსე.
ოთხთა არის ადგილი, სადაც მეხსიერება აღარ არის მხოლოდ წიგნებში. ის იქ დგას კედლებში, ფესვებში, ქარში, შენს თვალწინ. ასე მიდიხარ, ადიხარ გზაზე, რომელიც თითქოს წარსულს გიყვება და წარსულს მისდევს და ნელ-ნელა უახლოვდები ძველ ანტიკურ კედლებს. ეს უძველესი შუა საუკუნეობრივი კედლები კი ოთხთას მონასტერს ეკუთვნის. ოთხთა ტაო-კლარჯეთის ერთ-ერთი უძველესი საეკლესიო მონუმენტია. იგი მდებარეობს ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია მოქცეული. ტაძარი თარიღდება მე-9 საუკუნეებით და საბოლოო სახეს მე-10 საუკუნეებში იღებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტაო-კლარჯეთის მონასტრული ცხოვრების ფორმირებასა და განვითარების პროცესში. ტაძრის სახელწოდება სავარაუდოდ უკავშირდება 4 მახარებლებისადმი მიძღვნილ ქრისტიანულ ტრადიციას, თუმცა არსებობს ვერსიაც, რომლის მიხედვითაც ის შეიძლება ეხებოდეს 4 მოწამეს ან ადგილობრივ წმინდანებს, რომელთა ხსოვნაც უკავშირდებოდა ამ ადგილის ტოპონიმიკას. ზეპირსიტყვიერი გადმოცემებით ოთხთა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ლეგენდარულ 4 ძმასთანაც, რომლებიც სავარაუდოდ ეწამნენ ქრისტიანული სარწმუნოებისთვის. ოთხთა წარმოადგენს სამნავიან ბაზილიკას, რომელიც თავის დროზე ტაო-კლარჯეთის მონასტრული ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა იყო. არქიტექტურული თვალსაზრისით ტაძარი გამოირჩევა სიმკაცრით, ჰარმონიული პროპორციებით და დიდი მოცულობით. სამნავიანი სტრუქტურა ხაზს უსვამს მის პირველადი გეგმარების არქაულ ხასიათს და შეიძლება დავასკვნათ, რომ იგი ეკუთვნის იმ ეპოქას, როცა გუმბათოვანი ტრადიცია ჯერ კიდევ არ იყო დომინანტი. ტაძრის არქიტექტურა ამჟღავნებს მკაფიო სამშენებლო სტილს, თლილი ქვით ნაგები კედლები, დიდი სარკმლები, მარტივი დეკორი და მოზრდილი ლავგარდნები. ოთხთას მნიშვნელობა ნაწილობრივ იმაშიც მდგომარეობს, რომ ის ერთ-ერთია იმ ტაძართაგან, რომლებშიც ჯერ კიდევ შეგვიძლია დავინახოთ წინა გუმბათოვანი პერიოდის ხუროთმოძღვრების ძირითადი ნიშნები. მონასტრის შიდა სივრცე ოდესღაც მოხატული იყო ფრესკებით. წერილობითი წყაროების თანახმად, აქ გამოსახული იყო ღვთისმშობელი, მაცხოვარი და წმინდანთა ფიგურები. სამწუხაროდ გარემო პირობებმა და უყურადღებობამ ფრესკების უმრავლესობა გაანადგურა. ოთხთა არ იყო მხოლოდ რელიგიური დანიშნულების ადგილი, ის ითვლებოდა კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრადაც. აქ მოღვაწეობდნენ გრიგოლ ხანძთელის მოწაფეები, ბერები, რომლებიც ეწეოდნენ თარგმნით, თეოლოგიურ და წიგნობრულ საქმიანობას. სავარაუდოა, რომ ტაძარში ფუნქციონირებდა სკრიპტორიუმიც, ხელნაწერთა გადამწერის სახელოსნო. ზოგიერთი წყაროს თანახმად, ოთხთა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა პოლიტიკური ცხოვრების მიმართულებითაც. ვარაუდობენ, რომ აქ ხდებოდა მეფეთა კურთხევაც, რაც მის სულიერთან ერთად სახელმწიფოებრივ სტატუსსაც უსვამდა ხაზს. ტაძარმა სხვადასხვა ისტორიული რყევები გადაიტანა, განსაკუთრებით დაზიანდა ოსმალთა ბატონობის პერიოდში. მე-20 საუკუნიდან მოყოლებული იგი მიტოვებულ მდგომარეობაშია, თუმცა დღემდე ინარჩუნებს არქიტექტურულ დიდებულებას და სულიერებას. ტაძრის შიდა სივრცეში ყოფნისას ნათლად გრძნობ, რომ აქ ოდესღაც გალობდნენ ბერები. იწერებოდა ქართული წიგნი და იბადებოდა სულიერი მხარი მთელი ქვეყნისთვის. დღეს ოთხთა მდუმარე ქვის ბაზილიკაა, დგას, როგორც მეხსიერების ძეგლი. იგი გვახსენებს იმ ეპოქას, როდესაც სულიერება, განათლება და ხელოვნება ერთ მთლიანობას ქმნიდა. მისი დავიწყება მხოლოდ წარსულის და არა მომავლის ხელყოფაა. დავტოვე ოთხთა როგორც მლოცველი, მადლიერებით, მაგრამ დამძიმებული, ხოლო როგორც ისტორიკოსმა შევიგრძენი წარსული და გავაცოცხლე წარსული რეალობაში. თითქოს აქ რაღაც მაინც დარჩა, არა ნივთიერი, არამედ ემოციური. იმედი მოქვს, რომ მას, ვინც ამ კადრებს ნახავს, გაუჩნდება სურვილი, გაიცნოს და დააფასოს ტაო-კლარჯეთის ხსოვნა, სანამ ამ ბაზილიკების სუნთქვა ჯერ კიდევ ისმის. Pagoshan imrode khalisa
საოცარი გზის გავლის შემდეგ დგავარ ხახულის წინ. ტაძარი თითქოს დროის შუალედში გაჩერებული სუნთქვა. აქ-ოდესღაც გალობდნენ, ლოცულობდნენ და ამკობდნენ საკურთხეველს. აქ დაიწერა სიწმინდის ერთი ყველაზე ლამაზი ფურცელი, ხახულის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც დღეს საქართველოს თურქეთის საზღვრის იქეთ ინახება. ახლა კი მხოლოდ ჭრდილებია დარჩენილი, ჭრდილები დიდების და უმწეობის. ეხლა ვიყოფებით ხახულის ღვთისმშობლის ტაძარში. ეს არის მე-11 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არქიტექტურული შენობა, ტაძარი, მონასტერი, რომელიც დავით მესამე კურაპალატის დროს აიგო. სამწუხაროდ დღეს დაკეტილია, იმიტომ რომ მეჩეთად არის გადაკეთებული და შიგნით შესვლა არ შეგვიძლია. აღდგენაც დიდად არ მომხდარა, რასაც ხედავთ, ეს არის ძირითადი რესტავრირებული სახე და ამ ტაძრის მთავარი ფუნქცია და დატვირთვა იყო ის, რომ შუა საუკუნეებში ეს ტაძარი ცენტრს და კერას წარმოადგენდა სამონასტრო ცხოვრების. აქ სკოლები იყო, გადამწერთა სკოლები. ხახულს ვემშვიდობებით. ტაძარი თითქოს დუმილით გვაცილებს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამ კედლებსაც უნდათ რომ რაღაც თქვან, მაგრამ ვერ ამბობენ. შეიძლება იმიტომ, რომ ძალიან დიდი ხანია არავის უსმენია მათი ხმა. გზა ისევ ჩნდება მწვანე გორაკებით, ქვებით და ტყეებით და მერე თითქოს ნაბიჯ-ნაბიჯ გადადიხარ სხვა სამყაროში. იქ, სადაც გზა წყვეტს არსებობას და წმენა იწყება. მაღალ ფერდობზე უკვე ოშკი მოჩანს. ისე დგას, თითქოს ამთას ეკუთვნის და ამცას. ოშკის წინაშე დგომა ემოციურია. აქ ხარ და შენს თვალწინ იშლება ტაოს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე. ოშკის ტაძარი აშენდა მე-10 საუკუნის შუა წლებში, 955-დან 973 წლამდე, ბაგრატიონთა მეფობის ეპოქაში. ოშკის ტაძრის დამკვეთი იყო ბაგრატ კურაპალატი, ბაგრატ მესამის პაპა. ამ დროისთვის ოშკი წარმოადგენდა არა მარტო ტაძარს, არამედ სამეფო იდეის სიმბოლოსაც. ტაძარი აგებულია თლილი ქვით და ეკუთვნის გუმბათოვან ხასიათს, თუმცა სწორედ ოშკში იღებს განვითარებას ის სტილი, რომელიც მოგვიანებით ქართლის, შიდა ქართლისა და იმერეთის ტაძრებში გავრცელდა. ოშკის არქიტექტურა დიდია, სივრცეში გამართული, ნათელი და ყველა დეტალი ლაპარაკობს ხელოვნების მაღალ დონეზე. ტაძრის ფასადზე შემორჩენილია წარწერები, ასომთავრულით და ლაპიდარული რელიეფებით, სადაც გამოსახულია არა მხოლოდ რელიგიური სიმბოლოები, არამედ ისტორიული ფიგურებიც. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოშკის რელიეფური გამოსახულებაა ცხენზე ამხედრებული ბაგრატ კურაპალატი, ბაგრატ ადარნასეს ძე, ტაოს ბაგრატიონთა სახლის გამორჩეული წარმომადგენელი. ის გამოსახულია როგორც საერო და სულიერი ძალაუფლების მატარებელი მმართველი, რომელიც იცავდა რწმენასაც და სახელმწიფოსაც. ტაძრის შიდა კედლები ოდესღაც ფრესკებით იყო მორთული. დღეს მათგან მხოლოდ მცირე კვალია შემორჩენილი, თუმცა გუმბათქვეშ დგომისას ჭრდილისა და სინათლის თამაშში თითქოს იგრძნობს ძველ სუნთქვას იმ ბერებისა და მეფეების, ვინც აქ ლოცულობდნენ, წერდნენ, სწავლობდნენ და ქვეყნის გაერთიანებაზე ოცნებობდნენ. ოშკი მხოლოდ საკულტო ცენტრი არ ყოფილა. ის იყო ერთ-ერთი უდიდესი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა ტაო-კლარჯეთში. აქ მოღვაწეობდნენ მემატიანეები, კალიგრაფები და ღვთისმეტყველები. არსებობს ვარაუდი, რომ მონასტრის სკოლაში ისწავლებოდა თეოლოგია და საერო მეცნიერებებიც. ოშკის ტაძარი თავისი არქიტექტურით და შინაარსით გამოხატავდა ძალას, რწმენასა და მეხსიერებას. ის იყო ტაძარი, რომელიც თითქოს ახლებურად გამოხატავდა საქართველოს იდეას, როგორც სულიერი და სახელმწიფოებრივი ერთობის ცენტრს. დღეს, როდესაც მის ნანგრევებს შორის ვდგავართ, გვესმის ის სიჩუმე, რომელიც სიტყვებზე მეც ამბობს. ოშკი გადაურჩა ოსმალთა შემოსევებს, დროთა რყევებსა და მიტოვებას. ის დღემდე დგას ღრუბელთა ახლოს კავკასიონის ქედთან, შეზრდილი და თავისი დუმილით გვეუბნება ქართული სული ცოცხალია, აქაც, ახლა და ისევ. ამ ტრაგიკული წარსულიდან მოვადგეთ თორთუმის ჩანჩქერს. ის მდებარეობს ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე, თორთუმის რაიონში, ახლანდელ თურქეთში. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჩანჩქერია მთელ ანატოლიაში, დაახლოებით 48 მეტრის სიმაღლით. ზამთარში იყინება და ყინულის კედლად იქცევა. ზაფხულში კი მთელი ძალით ეშვება დიდან თითქოს მთელი წარსულის ენერგიას ატარებდეს. როდესაც აქ დგები, სიტყვები გავიწყდება და შვიდდები, მაგრამ ხმაური მაინც ყველგანაა და მაინც გონება უცნაურად შვიდდება. ბევრ ტაძარში ვიყავით, ბევრი ქვის ისტორია მოვისმინეთ, მაგრამ აქ თურთუმ
როდესაც თვითონ ბუნება გიყვება ამბავს. ძალა, რაც ჯერ არ დალეულა, წყალი, რაც ჯერ არ გაჩერებულა, ხმაური, რაც ჯერ არ ჩაწყნარებულა. ეს ჩანჩქერი არ გვიამბობს არც მეფეზე, არც ბერზე, მაგრამ გვაგრძნობინებს იმ მთების სიცოცხლეს, სადაც ოდესღაც ისინი დადიოდნენ. ესეც ხომ მეხსიერებაა, ოღონდ ბუნებისეული. ამ ჩანჩქერზე შეგიძლია ჩახვიდე და მის ქვეშ დადგე. მთელი შხეფები ზედგესხმება და გრძნობ იმ ემოციას, იმ სიცივეს და იმ წვეთებს, რომელიც თორთუმის ჩანჩქერიდან შენზე გადმოდის. ეს არის ის კარგი და საინტერესო კულმინაცია, რომელიც ალბათ ასე უნდა დასრულდეს და შემდეგ გაგრძელდეს კარგი თურქული ტრადიციული სადილით. წარმატებით გადავლახე ტაოკლარჯეთის კლდეები, ჩანჩქერი და ბოლოს მაინც ნაყინის ჯუხური. მოვედი ამ ფერადად ჩაცმულ მენაყინესთან და მაგრამ არა. უკვე მეგონა რომ ნაყინი ჩემს ხელში იყო და მაინც ვერ ავიღე. დამცინის, თან მიცინის და მეღიმება. მე კი ვდგავარ და ვცდილობ მორალურად არ დავიქცე. ეს იყო პატარა შოუ, რაც უკვე სტამბოლის ქუჩებში უკვე გადამხდა, მაგრამ მეორედ ამჯერადაც უკვე ბოლოს მაინც ავიღე ნაყინი და ტკბილი იყო, როგორც მოგზაურობის ეს ბოლო ნაწილი. ამ დამყლელი დღის მიუხედავად მაინც განვაგრძეთ გზა და გავემართეთ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამონასტრო ცენტრთან, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლთან იშხანთან, რომელიც მდებარეობს ტაოში. მდინარე ოლთისწყლის მარჯვენა ნაპირზე. ბანის ტიპის წრიულ გარშემოსვლელში მოქცეული ტეტრაქონგი, რომელიც მე-7 საუკუნის 30-იან წლებში ეპისკოპოსმა ნერსესმა ააშენა. ნებითა ღვთისათა იქმნა საბა ეპისკოპოს იშხანსა ზედა ნეტარისა ნერსე კათალიკოზისა აღშენებულსა, კათოლიკე ეკლესიასა და საყდარსა მისა, რომელიც წელიწადსა მრავალთა დაქვრივებული იყო. აც კვალად იქმნა სულიერი ქორწილი და მეორე დაღაშენა ამის ნეტარისა მიერ, ხოლო ხორციელად მოღვაწებითა ღვთისმსახურითა მათ მეფეთაითა. იშხანი ტაოკლარჯეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. თავდაპირველად მე-7 საუკუნეში აშენდა, ხოლო მე-9 საუკუნეში საფუძვლიანად აღადგინეს. ტაძარი უკავშირდება გრიგოლ ხანძთელის დროის სამონასტრო მოძრაობას და თავისი სიდიადით იმ პერიოდის სულიერი რენესანსის სიმბოლოდ იქცა. ტაძარი გუმბათოვანი ბაზილიკის ტიპისაა, ჰარმონიული პროპორციებით, მაღალი კამარებით და ოდესღაც კედლებზე გაშლილი ფრესკებით, რომლებითაც ამ ადგილს არა მხოლოდ ლოცვის, არამედ განათლების სივრცედაც იყენებდნენ. იშხანში ფუნქციონირებდა მწიგნობრული სკოლა, იქმნებოდა თარგმანები და ქრისტიანული ლიტერატურა. სახელწოდება იშხანი სომხური წარმოშობისაა და ნიშნავს თავადს. ეს ტაძარი ნამდვილად იმსახურებდა სახელს, რადგან იგი ასრულებდა სათავო როლს, როგორც სულიერად, ასევე კულტურულად. დღეს იშხანში წირვა აღარ აღევლინება, რადგან იგი აღდგენილია და ასევე მეჩეთად არის გადაკეთებული, მაგრამ როცა ამ სივრცეში დგახარ, წარსული მაინც გეხება. უხმოდ, მაგრამ მტკიცედ. თითქოს დრო აქ ჯერ კიდევ ჩერდება იმისთვის, რომ გაგონება და ხსენება წარსულისა არ დაგეკარგოს.
ეს გზები მიუყვება ფერდობს. მარჯვნივ ქვემოთ გამოჩნდა ის, რასაც ველოდით ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ეს არის ის ადგილი, რომელიც არის უნიკალური ქართული ისტორიული წარსული. ბანა, კლდოვა, ხევზე გადმოკიდებული ტაძარი, შორიდანაც რომ ჩანს მისი ძლიერება, თუმცა ახლოდან უფრო მისი იდუმალება იგრძნობა. ბანა ტაო-კლარჯეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტაძარია. იგი მე-9 საუკუნის დასაწყისში ააშენა აშოტ პირველმა კურაპალატმა, ერთ-ერთმა გამორჩეულმა ბაგრატიონმა. გუმბათოვანი ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის ეს ტაძარი თავისი დროისთვის არქიტექტურულად ძალზე პროგრესული და მასშტაბური იყო, სრულიად სიმეტრიული, მტკიცე და დახვეწილი, მაგრამ ბანა მხოლოდ არქიტექტურული ძეგლი არ იყო. იგი მეფეთა კურთხევის ადგილი გახლდათ. ცნობილია, რომ ბაგრატ მესამე სწორედ აქ აკურთხეს მეფედ. ეს ფაქტი ტაძარს სახელმწიფოსთან აიგივებდა. ბანა იყო პოლიტიკური სიწმინდე, საქართველოს ერთიანობის სიმბოლო. არსებობს სხვადასხვა ვერსიები ბანას აშენებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ვერსიით ბანა მე-7 საუკუნის შუა წლებში ააშენეს. იგი თავიდან დიდი ტაძარი იყო. ადარნესე მეორის დროს დაარსდა ბანას საეპისკოპოსო, ხოლო ტაძარი გადაკეთდა. მე-11 საუკუნის ისტორიკოსი სუმბატ დავითისძე გვამცნობს, რომ ტაძარი აუგია დავით პირველ კურაპალატის ძეს, ადარნესე მეორეს, კვირიკე ბანელის ხელით, რომელიც ბანას პირველი ეპისკოპოსი გამხდარა. გარდაცვალების შემდეგ იქვე დაუკრძალავთ. ბანა ქართველ მეფეთა საზაფხულო სამყოფი და აგრეთვე მეფეთა განსასვენებელიც იყო. მე-11 საუკუნეებში ბანაში მოღვაწე ზაქარია ბანელის თაოსნობით ბევრი ძვირფასი ხელნაწერი შეიქმნა. საისტორიო წყაროს მიხედვით ტაძარი ძელი ცხოველის სახელობის იყო. ბანას დიდ ისტორიულ მნიშვნელობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ აქ დაიწერა ჯვარი საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხემ, ბიზანტიის იმპერატორის რომანოზ მესამე არგიროსის დაზე, ელენეზე. ეს ჯვრისწერა ასახულია ოშკის სამხრეთ მკლავის ფრესკაზე, სადაც ბანას გამოსახულება დღემდეა შემორჩენილი. აქვე მე-15 საუკუნეში დაკრძალეს საქართველოს მეფე ვახტანგი და მისი მეუღლე ცითი ხათუნი. სადღაც აქვე ამ ხევებთან და მინდვრებთან დაიწერა დიდი ისტორია, რომელსაც ახლა მხოლოდ ქარის ხმა მიჰყვება კედლებში. ტაძარი მრავალგზის დააზიანეს, ჯერ მტერმა, შემდეგ ბუნება, ბოლოს კი ადამიანების უყურადღებობა. მიუხედავად იმისა, რომ კონტური კვლავ ამაყად ამოიცნობა ჰორიზონტზე, თითქოს ებრძვის მაინც ეს კედლები და დავიწყებას მიეცემა. ბანა უკვე აღარ გეპატიჟება. ის შენგან ელოდება, რომ მიხვიდე და უბრალოდ ნახო და როცა მის ბალახიან ქანებზე ფეხ შედგამ, ხვდები, რომ ეს მხოლოდ ნანგრევები არაა. ეს არის ადგილი, სადაც ერთ დროს საქართველო იდგა, მთელი თავისი იდენტობით, მთელი თავისი რწმენით და სახელმწიფოებრიობით.